goes on this wheat and separates this. ვის როგორი მარანი ურჩევია, მაგრამ ჩემი დედაწყვეტილება ესეც. და კაციტი. რაც შეეხება მუსკატური თავისუფლად თუ როგორი წელი იყო. აი არაფერს არ განაცხადებს. თუმცა ხო. კახური მწვანე და კისი. This is a very classical blend კახური. Yeah, and vintage and so on. So kissing wine. About 7 months. Cool. Kisi, Kikwi, Kafurinzwane, Saperavi. Away, and I was really feeling happy the first time I used it. This Maran is set to make around 20,000 bottles, no more than that. Tsabane, Kisi, and In contact, there was no more. Keeps on being remarkable and finding out the level of quality of the wines here. It's not just the Kaveri, it's not just the way the wines are made, but also the way that a lot of very unique Georgian vinifera are being utilized. And I think that we can do a lot with Georgia. Georgia can do very well on international markets. I think also it's very important that Georgia position themselves and continue with strictly quality and start sending it to countries that are going to appreciate this. And this just matches very well. ჩვენთან სტუმრად იმყოფება საერთაშორისო სომილიეთა გილდიის წარმომადგენლები 6 ქვეყნიდან. ეს გილდია არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც ეწევა ღვინის კურსების განხორციელებას სხვადასხვა ქვეყნებში. დღევანდელ დღეს ისინი წარმოდგენილი არიან 40 ქვეყანაში და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს საგანმანათლებლო მიმართულება გაგვეძლიერებინა ჩვენს პროგრამაში, მარკეტინგული აქტივობების პროგრამაში, რომელიც მოიცავს როგორც ლექტორების ვიზიტს სხვადასხვა ქვეყნიდან და ასევე საქართველოს ჩასმას მათ სასწავლო წიგნებში და სასწავლო კურიკულუმში, რომელიც ხელს შეუწყოს საქართველოს და ქართული ღვინის თომადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით. დღეს სტუმრად ყავდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან წამყვანი სომელიეები და ძალიან საინტერესო დეგუსტაცია ჰქონდა. განსაკუთრებით მათი ყურადღება მიიქცია ქვევრში კახურმა ტრადიციულმა ტექნოლოგიამ და განსაკუთრებით ქარვისფერმა ღვინოებმა. ყველაზე დიდი მოწონება კი ჩიტის თვალამ და კახურმა მცვივანმა დაიმსახურა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ღვინის სააგენტოს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ღვინოების პოპულარიზაციისთვის, საერთაშორისო ბაზარზე ცნობადობისთვის და ასეთ საინტერესო დეგუსტაციებს ყოველთვის დიდი სიხარულით მივესალმებით.